30 წუთზე სხով გადმომცეს ვერდიქტის ფორმა. Უფრო საჯულს თხოვ გამოაცხადოს ვერდიქტი. მიკროფონში გამოაცხადოს. მოგესალმებით, ბატონო მოსამართლე. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ოჯახურ დანაშაულში კერძოდ წინასწარის შეცნობით არასრულწლოვანისა და ორი პირის განზრახ მკვლელობასა დამამძიმებელ გარემოებაში მიმართული ომარ ქაფიაშვილისა და თორნიკე ქაფიაშვილის მიმართ სისხლის სამართლის ნომერ 1-12-74-16 საქმეზე ბრალდებული მაგდა პაპიძე ცნო დამნაშავედ საქართველოს SSKS 11 პრიმა 109 მუხლის მეორე ნაწილის B ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის A ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოჯახურ დანაშაულში კერძოდ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში წინასწარის შეცნობით არასრულწლოვანისა და ორი პირის მიმართ ვერდიქტი მიღებულია 2 საათისა და 35 წუთის განმავლობაში 12 ხმით 0-ის წინააღმდეგ 1 ხმად, რასაც ვადასტურებთ ხელის მოწერით ნაფიც მსაჯულები. ჩვენთვის ძალიან რთული და ძნელი იყო ეს გადაწყვეტილება. ბატონო, თხოვ დამიბრუნოთ ვერდიქტი. თუ შეიძლება ერთი რაღაც დავამატო. სიტყვა. მიღებულია გამამტყუნებელი ვერდიქტი, სასამართლომ უნდა დანიშნოს სასჯელის დანიშვნის ხდომა. როგორია ბრალდების მხარის პოზიცია, ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღონ თუ არა მონაწილეობა სასჯელის დანიშვნის ხდომაში. ბატონოს მოსამართლე ბრალდების მხარი თანახმაა ნაფიც მსაჯულებმა მიიღონ მონაწილეობა სასჯელის დანიშვნის ხდომაში. როგორია დაცვის პოზიცია, მიიღოს თუ არა ნაფიცმა მსაჯულებმა მონაწილეობა სასჯელის დანიშვნის ხდომაში. არის მის თქვენი ხმა. დაცვის მხარის პოზიცია აღნიშნულთან მიმართებაში შემდეგია. სასჯელის ნაწილში ვითხოვთ, რომ სასამართლომ დანიშნოს სასჯელი. ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობის გარეშე. კი ბატონო, დაბრძანდით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 263 მუხლის მერვე ნაწილის თანახმად გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოცხადებისთანავე ხდომის თავმჯდომარე ნიშნავს სასჯელის დანიშვნის ხდომის თარიღს. სასჯელის დანიშვნის ხდომა უნდა გაიმართოს ვერდიქტის მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღისა. ვინაიდან ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ბრალდებული მაგდა პაპიძე დამნაშავედ ცნო სასჯელის დანიშვნის ხდომაში, ხოლო მხარეები არ არიან თანახმანი, ორივე მხარე არ არის თანახმა. ხდომაში მონაწილეობა მიიღოს ნაფიცმა მსაჯულებმა, სასჯელის დანიშვნის ხდომა გაიმართება ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობის გარეშე 2016 წლის 6 ივნის 11 საათზე პირველ დარბაზში. დღევანდელი ხდომა დასრულდა, კარგად ბრძანდებოდეთ. მინდა მადლობა გადაუხადო ნაფიც მსაჯულებს სასამართლოს ხდომაში მონაწილეობის მიღებისათვის. მადლობა. Thank you.
აი, დაგვემოდება.